ეს უწყინვალესი სოფლიო დონის მეცნიერები გვასწავლიან იმას, რომ დაუკვირდით კარგად. ჩვენ ინდოევროპიელები არა ვართ. როდესაც ინდოევროპიელი ბერძნები იპყრობენ ტერიტორიას, რასაც მერე საბერძნეთი ერქმევა, იქ ცხოვრობს ხალხი, რომელსაც პელაზგები ერქვა. ეს პელაზგები არიან წინარე ქართველები. თავიდან ბოლომდე იქნა მითვისებული პელაზგური კულტურა. ასევე ხდება იქ, რასაც ინდოევროპიელი რომაელნი იპყრობენ ტერიტორიას, ეტრუსკული კულტურა იქნა მითვისებული, ეტრუსკები წინარე ქართველები. ასევე ზემოთ ბასკეთში. რა გამოდის ბატონო? გამოდის ის, რომ წინარე ბერძნების ხარ, წინარე რომაელების ხარ და მეცაც გეტყვით ახლა წინარე ეგვიპტისა. იმიტომ რომ ისტორიის მამად აღიარებული ჰეროდოტე ვეუბნება, რომ ეგვიპტის კულტურა კოლხეთის კულტურის გაგრძელებაა. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ კარგად რომ შეისწავლეს ეს წიგნი, კარგად რომ დააკვირდნენ, აქ მთელი ამბებია, აქ უდიდეს ცვლილებებთან აგვაქვს საქმე, სულ რადიკალურად იცვლება ყოველივე, ისა რაც დაწერილია და რასაც, ანუ სულ ცოტა 4500 წელი იქნა მოპარული საქართველოს ისტორიიდან. და თუ კი უფალს ღმერთს დაუჯერებ, აბა ვის უნდა დაუჯერო? პატივიեցი დედასა და მამას შენსას, ხო? როგორ გვასწავლის? 10 მცნება, უმთავრესი კანონი. და მეხუთე, რაც ყველა ერთ-ერთი მთავარი, მანამდე საუბარია ღმერთზე, რომ ასე შემდეგ, მაგრამ ის მეხუთე მცნება, პატივიեցი მამასა და დედას შენსა, რათა კეთილგეყო შენ და დღე გრძელი იყვნო ქვეყანასა ზედა. გასავლის ღმერთი. ილია ჭავჭავაძე გვეუბნება, ერის გათახსირება მაშინ დაიწყება, როცა პირქვედამხობა, გაწყალება მაშინ დაიწყება, როდესაც ერი მის ისტორიას დაივიწყებს. თუ შენ დედა არიცი, მამა არიცი და წინაპარი არიცი შენი, სახელმწიფოს კი არა ოჯახს ვერ აწყობ. და მერე იძულებული გახდები, რომ მაშრიყიდან მაღრიბამდე ჭხიბავს ეძებო, რაც გვემართება ახლა ჩვენ და კითხო, ვინა ვარ, საიდან მოვდივარ, როგორ მოვაწყო ქვეყანა ჩემი. ცოტა რამ ამ წიგნიდან შემოგთავაზეთ, რაც უცილობლი უნდა იცოდეს ქართველმა ერმა, რომ დღეს სრულდება ეს მინდა იცოდეთ ახალგაზრდებო, უწყინვალესი მეცნიერის ბატონი პროკოპი რატიანის 100 წლის თავის არის ბატონი ზურაბ რატიანის მამა, რომელიც ხალხაზე სპეციალთა აკადემიის დირექტორი, ერთ-ერთი დიდი მკვლევარი სიმონ ჯანაშიას მეგობარი, ნიკო ბერძენიშვილის და ძალიან ცნობილი, რომელმაც დაგვიტოვა წიგნი, რომელსაც ქვია 12 თბილელი ბერი. კარგად მოусმინეთ ქართველებმა. 12 თბილელი ბერი, მე-11 საუკუნეა. თბილისის ის ამირა. თბილისი არის სახელმწიფო ქალაქი, რომლის აღება ორჯერ მოუწია დავით ცალკე და თამარ დედოფალ-ცალკე. მაგრამ არაბები გვიწერენ ასეთ საინტერესო ამბავს. თბილისს ეს ამირა ვერ მართავს. აბა ვინ მართავს ისმის კითხვა? 12 თბილელი ბერი. რა შეასაქმე, როგორ რანაირად? და იცით რა აღმოჩნდა ქართველებო? ეს 12 თბილელი ბერი არის ის, რასაც დღეს რომლის სტაჟი აქვს ახლა 50-40 წლის მე თვით მართლობა რომელსაც ვიძახი ჩვენ მე-11 საუკუნეშია თქვენ წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი და რა კულტურაზეა საუბარი თუ კი იქეთ გადავალ 200 წლის შემდგომ თამარ დედოფალთან პრეცედენტი ესეთი არ მომხდარა მსოფლიო კაცობრიობის ზურგზე შეიქმნა ის რასაც არ ვიცი იცით თუ არა თუმცა თამარ დედოფალს თამარ კარავი შექმნეს ანუ ორგანო იყო დედოფალი, იყო მეფე, იყო დარბაზი და წვეთდა ყველაფერს. არა, რაღაც ახალი ორგანოა შესაქმნელი და ეს იყო, რა თქმა უნდა, ხულთუ ასლანი, მისი იმდროინდელი დინასტია მინისტრი უნჯერეს კაცი, რომელსაც ესაკითხი გაიტანა ბოლოს და პირველად კაცობრიობაში პირველად მიიღო ის, რასაც ქვია, რომ დედოფალს ჩამოერთვა, მეფეს ჩამოერთვა
კანონდებლის უფლება და გადაეცა აღმასრულების. ასეთი ანალოგი მსოფლიოს არ არის. დაუკვირდით, გადის 50 წელი, 60 წელი და დიდი ბრიტანეთი, ინგლისი გადაიღებს ამ წყობას და თვითონაც ამბობს, რომ გადავიღეთ ეს დამარ დედოფლიდან და შევქმნით ლორდთა და თემთა პალატა. კითხვას ვსვამ. როცა ეს არ იცი, მე სხვასთან მიდიხარ და ეკითხები, რომ რა ვქნა როგორ ავაწყო ქვეყანა. სხვას ეკითხები, ჭკუა შენი არ იცი. აი ეს მოხდა იმის გამო, რომ აიგრძალა. არ უნდა ცოდნოდათ ქართველებს ეს ვინ არიან. საქართველოს კულტურა თვითონ კულტურა საქართველოს სხვა არაფერი კულტურის გარდა. ერთადერთი რა ჩვენ გაგვაჩნია, ეს უდიდესი კულტურა, უდიდესი კულტურის ქვეყანა, უდიდესი, რომელსაც ვერ ეყელყელავება, ერთ ერთი სხვა ერი.